მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ვაჟა ოთარაშვილი ვაგრძელებ გადაცემათა ციკლს ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება, მეცნიერება. ჩვენი დღევანდელი გადაცემა ფრიად აქტუალურ თემას მიეძღვნება და განსაკუთრებული იქნება. რამე თუ საქართველოში არსებობს მთავრობის დადგენილებით ასეთი ფონდი, რომელსაც სახელად ჰქვია საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რომელსაც უწერია წესდებაში, რომ ფინანსდება იგი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის ადმინისტრებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ამ კონკურსებს, ან გრანტებს ერთ სიტყვით გასცემს ეს ფონდი, რომელსაც მე მინდა უწოდო წლების განმავლობაში ეს ფონდი არამიზნობრივად ხარჯავს საბიუჯეტო სახსრებს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყაჩაღთა ბანდა, რომელიც არავითარ ქართული მეცნიერების განვითარებას არ ემსახურება. მას ასევე ზოგად დებულებაში თავისი წესდების და კონკურსის პირობებში უწერია, რომ მისი მიზანია ხელი შეუწყოს ამ კონკურსების გამოცხადების და გრანტების გაცემის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი ცოდნის შექმნას, ახალი იდეების, კონცეფციების, მოვლენების, ფაქტების, თეორიების, მოდელების, ახალი მოდელების კვლევას, ქართული მეცნიერების განვითარებას, ახალგაზრდა კადრების, სამეცნიერო კადრების აღზრდას, მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას და ჩართვას ფართო ასპექტში სპექტრის მეცნიერების ამკვლევების პროცესში, რომელიც უკუგებას და მოგებას და იმას მისცემენ საქართველოს სახელს და დიდებას, მაგრამ არავითარი ამისი მსგავსი. ეს არის დახურული საზოგადოება, რომელსაც ვერც ტელეფონით ვერ დაუკავშირდები, არსებობს მხოლოდ კომუტატორი განათლების სამინისტროსი, იქიდან გადაგთავს კომუტატორი და უნდა ელოდო საათობით, რომ ვინმე ხმა გაქცეს და ხმას თუ გაქცევს, ეს იქნება ან თანაშემწე, ან მდივანი რეფერენტი, რომელიც გეტყვის, რომ რომელიმე დეპარტამენტის თავმჯდომარე თუ ხელმძღვანელი ადგილზე არ არის, როგორც ყოველთვის და მოგვიანებით დარეკეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაზეა ლაპარაკი ახლა? ყოველწლიურად რუსთაველის სამეცნიერო ფონდი აცხადებს კონკურსს და ძალიან დიდ თანხებზეა ლაპარაკი. აქ არის ათეულ მილიონებზე ლაპარაკი. ათეულ მილიონობით ლარზეა ლაპარაკი, რომელიც გაიცემა გრანტების სახით ამ ფონდის მიერ სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი და პედაგოგიური დაწესებულებების კუთხით. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გაცემულ თანხებს აკონტროლებს მხოლოდ ეს ფონდი, კაცი ვერ გაიგებს, რაში იხარჯება ეს ფულები, ხმარდება თუ არა იგი ქართველი მეცნიერების ახალ აღმოჩენებს, ახალ მიმართულებების განვითარებას და საერთოდ ჩვენი მეცნიერული პოტენციალის წინსვლას. 2000 ამის დასადასტურებლად მე 2025 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ რამდენიმე თემას წარმოგიდგენთ, მერე ჩემ ძვირფას სტუმრებთან, რომლებიც სამწუხაროდ არ წარმოგიდგინეთ, გიგლა გობეჩია, პროფესორი, დოქტორი მეცნიერების, ქალბატონი თინა გოცაძე, ასევე პროფესორი, მეცნიერების დოქტორი, ორი განსხვავებული პროფესიის წარმომადგენელი და ჩვენ ამ ციკლს არ შევწყვეთ, რადგანაც რუსთაველის საზოგადოების, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ყაჩაღთა ბანდა ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეამოწმოს მთავარმა პროკურატურამ, აუდიტის სამსახურმა, უშიშროების სამსახურმა, თუ სად მიდის ეს ამდენი თანხა, ამდენი ფულები. ჯერ კიდევ სამუშიას დროს შემოიღეს უცხოელ ექსპერტთა ესეთი კონტინგენტი მიერ საექსპერტო დასკვნების გაკეთება და კაცმა არ იცის ამ უცხოელი ექსპერტების უკან ვინ დგას, ნამდვილად კითხულობს შენ თემას უცხოელი ექსპერტი თუ არა, რადგანაც
თქვათ წარვადგინე მე საქართველოს ისტორიის კუთხით, ჰუმანიტარული კვლევების კუთხით, ინგლისურად შენ წარადგენ მკვლევარი მხოლოდ რეზიუმეს. ამ რეზიუმეს კითხულობს ის უცხოელი ექსპერტი და იმ რეზიუმის მიხედვით გაფასებს შენ. ხოლო დანარჩენი ყველაფერი არის ბინდით მოცული, მდუმარებით მოცული და ამ ფულს, ამ დიდ ფულს როგორც ავი ხმები ამბობენ და მოარული ხმები ამბობენ, ატკატების სახით უკან უბრუნდება და მე ვფიქრობ ამ ფონდში ყველა დასაჭერია, დაცვის პოლიციის გარდა, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ყველა დასაჭერია სამუშიადან დაწყებული ბურვაკივით როა გასწიებული ის კი ისერი და დანიშნეს უნივერსიტეტის რექტორად თვითონ დიდი დამსახურება ქართული მეცნიერების წინაშე ამ გარეწრებს, აი როგორ თემებს აძლევენ იმას, რა ქვია, გამარჯვებას. მე ამის თაობაზე ერთხელ უკვე ვისაუბრე, სხვათა შორის ქალბატონი ლუარა ნიჯარაძე იყო ეთერში, რომელიც სამწუხაროდ ეხლა იტალიაშია იმის გამო, რომ დოქტორი, პროფესორი ადამიანს არ დაუფინანსეს უმნიშვნელოვანესი პროექტი და იძულებულია უცხოეთში ვიღაცას მოუაროს და რაღაცნაირად თავი არჩინოს და ოჯახი არჩინოს. აი ასე აიძულებენ ქართულ მეცნიერებს, ქართულ მეცნიერულ პოტენციალს, რომ უცხოეთში წავიდნენ, ან საერთოდ მეცნიერულ კვლევას თავი დაანებონ. და რატო? ნახეთ, რუსთაველის სამეცნიერო ეროვნული ფონდის 2025 წლის გამარჯვებული პროექტები ძვირფასებო. გენდერული თანასწორობა და კორპორატიული მდგრადობა ქართული კომპანიების ზედა ეშელონებში. როგორ მოგწონთ? აქ ასეულ ათასობით ლარზეა ლაპარაკი. შემდეგ ხო, წინდაწინ მინდა განვაცხადო, რომ აი ილიაონის უნივერსიტეტს 37 პროექტი დაუფინანსეს. სააკაშვილის დედას ალასანიას 2 დიდი პროექტი დაუფინანსეს. აქ მილიონებზეა ლაპარაკი. ის ხალხი, ვინც მე რუსთაველზე დგა დამთავრების ჩამოგდება უნდათ, ამ ხალხს, ამ გირჩებს, ბანანებს უფინანსებენ ამ პროექტებს. ნახეთ, აი წაგიკითხავთ ახლა. კლიმატის და გარემოს ცვლილებები ჯავახეთის ზეგანზე, მიგნებები ბრინჯაოს ხანის მეგალითურ კულტურაზე. მერე ნახეთ, ცეცხლი გვიან ბრინჯაო ადრერკინის დასავლეთ ამიერკავკასიის დაკრძალვის რიტუალში ბუნებრივი აუცილებლობა თუ კავშირი ევროპულ კულტურასთან. ჯერ როგორი ის უნდა იყო, რომ ესე იგი ბრინჯაოს ხანაში ევროპა რაშუაშია და ადრერკინა. მერე აი ჩვენ გელათისთვის და ბაგრატის ტაძრისთვის ვერ მოგვივლია და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ისლამური არქიტექტურის ძეგლებში წარმოდგენილი კედლის მხატვრობისა და დეკორატიული ელემენტების კვლევა და დაცვის რეკომენდაციების შემუშავება. აი ასეთ თემები ფინანსდება. კიდევ აგერ ალასანიას უნივერსიტეტი ნახეთ, მოსახლეობის დინამიკა სამხრეთ კავკასიაში ადრეული ბრინჯაოდან რკინის ხანამდე დედოფლის მინდვრის არქეოლოგიური კომპლექსის მიხედვით. გესმით ხალხო? აი ასეულ ათასობით ლარზეა ლაპარაკი. ხალხი მართლა ჭეშმარიტი მკვლევარები, მეცნიერები, პროფესორები შიმშილით იხოცებიან, წამალი ვერ უყიდიათ, ვერ უმკურნალიათ. აი აქ მიდის ასეულ ათასობით და ჯამში ეს არის რამდენიმე ათეული მილიონი ხალხო. ამაზე ლაპარაკი. ეს არის საბიუჯეტო ჩვენი თანხაა ესა. ნახეთ კიდევ თვითონ ამ სამუშიას უნივერსიტეტი, თვითონ ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტს მეტი საქმე არ აქვს. ნახეთ, ანატორიის აკადემიაში დაკრძალული პირების ანთროპოლოგიური და გენეტიკური კვლევა სიკვდილის გამომწვევი მიზეზის შესაძლო კავშირი ინფექციურ დაავადებებთან. ეხლა თქვა და არ იყოს შესაძლო კავშირი, აი კინოში რომ რა სარგებლობა მოაქვს მამალსო. რა სარგებლობა მოაქვს გამიბას ქართული მეცნიერებისათვის. აი სამუშიას ველაპარაკები ეხლა და ვეკითხები. ამას ქართული მეცნიერი, აი შენ გეკითხები სამუშია. რა სარგებლობა მოაქვს ახლა ქართული მეცნიერებისათვის? ანთროპოლოგიური და გენეტიკური კვლევა სიკვდილის გამომწვევი მიზეზების შესაძლო კავშირი ინფექციურ რაღაცა. გუშინ რომ გარდაიცვალა კაცი, იმისი სიკვდილის მიზეზი არ არის დადგენილი და ადრეულ საუკუნეების სიკვდილის მიზეზზე ძებთ. ამ იდიოტური დასკვნებით, აი, ამ იდიოტური დასკვნებით ნახეთ კიდევ. ისევ ილიაონი, ადამიანური ღირსების ფილოსოფიური ცნება და მისი რეფლექსია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის და მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ქართულ სოციო-კულტურულ კონტექსტში.
აი როგორი თემებია. ნახეთ ეხლა რა. კიდე უნდა გავაუგნო მაყურებელი, საოცრები, სასაცილო სატირა. ისე ვილიაონი ნახეთ, მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში იმპერიის და პერიფერიის თანაკვეთაზე. აი ასეთ თემების დაფინანსება ხდება და აი ასეთი დაფინანსებული თემები თვის მიდის რამდენიმე ასეული მილიონი ლარი. ჩვენი ჯიბიდან, ჩვენი საქართველოს ბიუჯეტიდან, რომელიც მართლაც მეცნიერების განვითარებას უნდა ხმარდებოდეს, უნდა გაწერილი იყოს პრიორიტეტები ქართული მეცნიერების განვითარებით და არა ეს იდიოტური თემები, რასაც მე ნაწილი წავიკითხე, თორე ეხლა ყველა თემა რო წავიკითხო, შეიძლება 5 გადაცემა არ გვეყოს. ერთმანეთზე უარესი პროექტებია. ერთმანეთზე უარესი, აი უცბად თვალში რომელიც მომხდა ის წავიკითხე და ამოწერე. ერთმანეთზე უარესი არაფრის მომცემი აბსოლუტურად, ანუ როგორც ჩანს მე მინდა განვაცხადო, რომ როგორც ჩანს წინ არის ყველაფერი გაწერილი, ვის უნდა მისცენ მაყუთი, ვისგან ატკატი უნდა აიღონ უკან და რა თემებმა უნდა გაიმარჯოს. ეს ყველაფერი არის სიაფანდობა, ვიცომ, უცხოელი ექსპერტი. რას მიმოწმებს მე უცხოელი ექსპერტი საქართველოს ისტორიაში ან ქართველოლოგიაში? როგორ შეიძლება ესეთი იდიოტური დასკვნა, რაც მე მომცა თქვენმა შერჩეულმა თეიმურაზ ბრაჭული თუ რა გვარია ის დირექტორი და მავიწყდა. ბატონო დოჭვირი, ხო? აი თქვენმა შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტმა, რომელიც მიწერს, წარდგინეთ ჩვენ თემა გიორგი სააკაძის ფენომენი ევროპულ და აზიურ ისტორიულ წყაროებში. და მოგვივიდა უარყოფით დასკვნა, რომ თქვენმა თემამ ვერ გაიმარჯვა 28 ქულა მიიღო. და თქვენი იდიოტურად შერჩეული იდიოტი საზღვარგარეთელი ექსპერტი მაძლევს პასუხს, რომ გიორგი სააკაძეს კავშირი ჰქონდა თურმე რუსეთთან. ესე იგი, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა პიროვნებასთან აქვს საქმე. საერთოდ მას არც საქართველოს ისტორიის მე-17 საუკუნის პირველი მესამედი ესმის. იმიტომ რომ ყველასთან ჰქონდა კავშირი, თვით რომის პაპთანაც კი, რომლის წერილები უპოვეს დაღუპვის დროს გიორგი სააკაძე, გარდა რუსეთისა. მას კავშირი ჰქონდა ოსმალეთთან, კავშირი ჰქონდა ირანთან, კავშირი ჰქონდა პიეტრო დელავალესთან, ევროპელ მისიონერებთან და ამაზე მეტყველე მე რელაციები და სწორედ ამას ვითხოვდით, რომ ეს ისტორიული წყაროები შევისწავლოთ ჩვენ თეირანის, ისპაჰანის, სტამბულის, პარიზის, მარიბროსესი, პიეტრო დელავალესი, ვატიკანის არქივები, უნიკალური პეტერბურგში დაცული რელაციები, ევროპელი მისიონერებისა და მარიბროსეს რელაციები საქართველოს ისტორიის შესახებ, რომელიც არ არის შესწავლილი დღემდე. აი სოსო ალიმბარაშვილმა სულ რამდენიმე რელაცია შეისწავლა ნათელში იყოს ამ შესანიშნავმა მეცნიერმა, მაგრამ ეს 132 ტომია, იცით თქვენ შესასწავლი. აი ამის შესწავლას მოვითხოვდით და გამომზეურებას ჩვენი. და ეს თქვენი იდიოტი რუსთაველის სამეცნიერო ფონდს მიმართავ, ყაჩაღთა ბანდის წარმომადგენლებო, თქვენი იდიოტურად შერჩეული უცხოელი ექსპერტი მეუბნება მე რომ თურმე მე არ მაქვს სამეცნიერო გამოცდილება, ეს ჩემი მეორე სადოქტოროა და მე რომელსაც გამოცემული მაქვს გიორგი სააკაძის ფენომენის უკვე ორტომეული წიგნები, ხო? თითოეული 700-800 გვერდის მოცულობით, თავისი უნიკალური 1000-ზე მეტი ევროპული და აზიური წყაროებით, რომელიც შეფასებულია, თქვენ ხო გონიათ, რომ არა, ვინ შეაფასა? იმიტომ რომ არ გადაგიშლიათ ეს ყველაფერი, რომელიც გამოგიგზავნეთ. არ გადაგიშლიათ. აი როგორ აფასებს ახლა ამ შრომას მაგალითად დონალდ რეიფიდი, გამოჩენილი თანამედროვე ბრიტანელი ქართველოლოგი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ლინგვისტი, ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. ძვირფას ვაჟა ოთარაშვილს გიორგი სააკაძეზე წიგნი მივიგე, ვკითხულობ დიდი ინტერესით. ერთადერთი ჩემი იმედია, რომ ვიცოცხლო მეორე და მესამე ტომის გამოცემამდე გილოცავთ შესანიშნავ ღვაწლს და კვლევებს. კეთილი სურვილებით თქვენი დონალდ რეიფიდი, ლონდონი 2019 წელი 18 დეკემბერი. სამუშიას არ მოეწონა. ხო, ახლა სამუშიას და იმას რა ქვია, დოჭვირს და ამათ, იმიტომ რომ ესენი არიან ყაჩაღთა ბანდის წევრები, კიდე ერთხელ ვაცხადებ. ესენი არ არიან ქართული მეცნიერების განვითარების სათავეში მყოფები, ესენი არიან ფულის მკეთებელი მაფიოზები. და დიდი ხანი ეს ბუნაგი არსებობს აქა და უნდა დაიშალოს ბოლოს და ბოლოს უნდა იყოს
გრანტების გაცემა გამჭვირვალე რა თემებს ვაძლევთ? აი ამ ნაირ თემებს გენდერული თანასწორობა რაღაც მაღალ შენობებშიო? აი ამ თემებს ვაძლევთ ჩვენ იმას მილიონებს ბატონებო? მაშინ როდესაც ქართული მეცნიერები, ჭეშმარიტი მეცნიერები უბრალოდ თავისი შრომა მონოგრაფია ვერ გამოუციათ? როცა წამლის საკიდელი ფული არა აქვთ? რომელი ერთი ჩამოგითვალოთ აქ ამერიკის შეერთებული შტატების დელავერის უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის წამყვანი პროფესორი აგერ რუდი მათი ცნობილი, რომელიც არის ასევე მსოფლიოს სპარსული მემკვიდრეობის ფონდის გენერალური პრეზიდენტი შარლ რენუ საფრანგეთის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი, ამ კვლევითი ცენტრის დირექტორი ადრე იყო ნობელიანტი ფრედერიკ ჟოლიო-კიური. აი ესენი აფასებენ დადებითად. რონ სუნი, ასევე ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი და კვლევითი ინსტიტუტის ეიზენბერგის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. კით ჰიჩინსი, ისტორიის პროფესორი, ილინოისის უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ამერიკის შეერთებული შტატები. აი ეს ნაწილი ის, ვინც გაეცნო ამ შრომებს და მოწონების და თბილი წერილები გამოგზანა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ სეფიანთა ირანის და საერთოდ აზიის ამ ეპოქის კვლევა, საქართველო-ირანის, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის კვლევა, ზოგადად ამიერკავკასიის ისტორიის საკითხის შესწავლისას არის უმნიშვნელოვანესი. თქვენ მეუბნებით, რომ არა ყოფილა მნიშვნელოვანი. თურმე მე-17 საუკუნის პირველი მესამედი, როდესაც 300,000-ზე მეტი ქართველი აყარეს კახეთის მიწაწყლიდან, ფერეიდანში, მაზანდარანში და სხვა ოლქებში გადაასახლეს. და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არ არის თურმე ნორმალური თემა, ამაზე თურმე შეიძლება რაღაცა პატარა პოპულარული წიგნი გამოიცა და ამითი ესა რა ქვია, მკითხველი დაკმაყოფილდეს. ეს თუ 800 გვერდიანი წიგნები, ეს ტომები თუ არის რაღაცა პოპულარულ ენაზე გამოცემული, თქვენ ძალიან ცდებით ბატონებო. მე მინდა გითხრათ, რომ ასევე მქონდა მოწვევა მე სტრასბურგიდან, სადაც ზუსტად ამ თემაზე უნდა წამეკითხა ლექცია, არის მოსაწვევი, ოფიციალური, სადაც ამ თემაზე უნდა წამეკითხა ლექცია, სხვათა შორის დიდი ტრიბუნიდან, იმიტომ რომ ჩვენ აი ამ თემაზე, რომელიც თქვენ დაიწულეთ, რა ქვია, დოჭვილი თუ რაჭული თუ რაცა, ხო? აი ამ ფონდის დირექტორი. აი ამ ფონდის დირექტორს მინდა მივმართო ამ ფონდის დირექტორს მინდა მივმართო, რომ საფრანგეთის ტელევიზიამ France TV3-მა, რომელსაც აქაცეთი გადაცემათა ციკლი სახელმწიფოთა საიდუმლო ისტორიები. 9 საათზე მეტი დაუთმო გიორგი სააკაძის ფენომენის აი ამ კვლევებს. მეც არაფერს ვიტყვი, ეხლა მე სიტყვის ალავერts გადავდივარ ჩემს ძვირფას სტუმრებთან, ასევე პროფესორებთან, დამსახურებულ ადამიანებთან, კალბატონი ტინა, კალბატონი გიგლა და თქვენ რას ბრძანებდით კალბატონო თინა, სიტყვის ალავერts ეხლა ვარ თქვენთან. ჯერ ერთი მადლობა მოწვევისთვის და რა თქმა უნდა მადლობა თქვენ აი ბრძოლისთვის, რომელსაც მე ვფიქრობ თავის დროზე რომ ძალიან ბევრი მეცნიერი შეერთებოდა, ალბათ დღეს სულ სხვა მოცემულობა და სურათი გვექნებოდა. დღეს ნამდვილად ეს ფონდი სულ სხვა სახით იარსებებდა, მაგრამ აი ზუსტად იმის გამო რომ მოკალათებული თბილად გარიგებაში მყოფი მეცნიერები ხმას არ იღებდნენ, დანარჩენები კიდე შირგვებში, იმიტომ რომ შეშინებულები და მე ამასაც ავხსნი რატომ კოლეგიალობის მომენტიდან გამომდინარე ხშირად ვერ უპირისპირდებოდნენ გამარჯვებული პროექტების ავტორებს, დღეს საბოლოოდ მივიღეთ აი ეს შედეგი, მაგრამ დღეს აქ ჩვენ წარმოვადგენთ მეც და ბატონი გიგლაც საქართველოს გამომგონებელთა, ნოვატორთა და სახალხო მკურნალთა ასოციაცია ლაზაროს. ბატონი გიგლა გახლავთ მისი დამფუძნებელი, მე ვარ სამკურნალო მიმართულების ხელმძღვანელი და უნდა გაიგოს ტელემაყურებელმა, რომ არაერთხელ ქონია ჩვენ შეხება ასევე ამ შოთა რუსთაველის ფონდთან და მე მინდა ხმამაღლა განვაცხადო სხვადასხვა დროს, სხვადასხვა წლებში და კი არ მინდა გაიგოს მაყურებელმა, რომ დავყარეთ ფარხმალი,
უბრალოდ სამართლებრივ დავას ვაწარმოებთ მართთან ურთიერთობას უბრალოდ შევეშვით, იმიტომ რომ აზრი არ აქვს მართლა ამ ბანდასთან ურთიერთობას. თორემ ის რომ ჩვენც ვაპირებდით სამართლებრივ დავას 2016 წელს და აგერ დღეს თქვენ რომ ხართ აღშფოთებული, მე გავაგრძელებ იმ სიას და ტელემაყურებელმა თვითონ გაასაზღვროს რა დასაცინია, დაცინვა ჩვენ კი გვეცინებოდა და მე უნდა გითხრათ რომ წლების განმავლობაში გამარჯვებული პროექტების სათაურებს რო ვეცნობოდი, საერთოდ ვიძახდი რომ რაღაც უნდა გამაოცოს, მაგრამ აი დღეს ბატონმა ვაჟამ რაც წაიკითხა, კიდევ ჩემში ეს სიცილი გამოიწვია ამან და გაოცება. მაგრამ იცით საოცრება რა არის რომ სათაური მაინც შეუცვალონ ამ ფონდს და ეროვნული ფონდი კი არ უნდა დაარქვან, ანტიეროვნული ფონდი უნდა ერქვას ამ ფონდს. გარდა იმისა, რომ ბღალავენ მე მგონი არ ხვენენ შოთა რუსთაველის სახელს. აი მე გეტყვით ერთ-ერთ წელს გამარჯვებული პროექტების სიას და ეს მაშინ, როცა ქვეყანას ტკივა ონკოლოგიის თემა, ყავს უამრავი ონკოპაციენტი. ეს ის წელია, როცა 34 წლის განმავლობაში ონკოლოგიაზე მომუშავე პროფესორმა, აკადემიკოსმა, გამომგონებელმა დადეს უნიკალური შედეგი, გამოგონება, რომელიც გადაარჩენდა ონკოპაციენტებს და კოვიდის დროსაც მიახლავე ამას გავაგრძელებ, იცით როგორი აქტუალური თემაა, პანდემიის დროსაც იხსნიდა ბევრ ადამიანს. აი ასეთი პროექტები არ დააფინანსეს, მე გეტყვით 2009-2010 წლებში, მაშინ როცა დააფინანსეს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო უნიფორმის დამუშავება. ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროექტი გახლდათ. ძალოვანი სტრუქტურების, ჯარი, პოლიცია და სოფლის მეურნეობის მუშაკთა სპეცფეხსაცმლის ფუნდამენტური კვლევა და ახალი ტექნოლოგიების წარმოება. ესეც აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროექტი იყო. თქვენ წარმოიდგინეთ ეს ურცხვები ბატონო ვაჟა სოფლის მეურნეობას ვერ მიუხედავთ სოფლის მეურნეობისთვის და თურმე სოფლის მეურნეობის მუშაკთა ფეხსაცმელებს იკვლევენ ფუნდამენტურად. ახლა ყველაზე საოცრება ადამიანის და მგლის კონფლიქტი საქართველოში, რეალური და მოჩვენებითი პრობლემები რეგიონში, სადაც მგელი ჯერ კიდევ ბუნებრივი ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილია. ეს არის ილია უნივერსიტეტის, ხო გეცინებათ, სასაცილო, კი არა, სატირალია. და აქ არის ასეულ, მე მინდა ქალბატონო თინა, ასეულ ათასობით ლარზია ლაპარაკი, აქ მილიონზე მეტ ლარზია ლაპარაკი, აი ამ პროექტები, ახლა რაც ჩამოთვალა ქალბატონმა. კი ბატონო, ახლა ზოგი აქედან 2 წლიანია, ზოგი 3 წლიანი რომ გელს და ადამიანს შორის კონფლიქტის ასე თქვა შესწავლა 3 წელი ჭირდება. მაშინ როცა მე გეტყვით რა პროექტები არ დააფინანსეს და საოცრება იცით რა არის? ჯერთი ბრძანა ბატონო ვაჟამ და ნამდვილად ასეა. ილიას უნივერსიტეტის შეიძლება 15-17 პროექტი დაფინანსებული ყოფილიყო, მაშინ როცა არც წახალისების სახით, არც ასე თქვა თანადგომის სახით არანაირი დახმარება არ ეწევა რეალურად იმ ორგანიზაციებს, კვლევით ინსტიტუტებს თუ ცენტრებს, რომლებიც მართლა ეროვნულ პოზიციებზე, ეროვნულ საწყისებზე მუშაობენ წლობით და აი როგორც თქვენ ახლა ნამუშევარი გაქვთ, ეს ხო არ არის ახალი პროექტი, გააზრებული გაქვთ, ათეული წელი გაქვთ ამისთვის მიძღვნილი და 40 წელი ამაზე მუშაობ და ვიკვლევ. კი ბატონო და ეს ჭირდება ქვეყანას. აი როცა საუბრობთ ჩვენ უცხოელ ექსპერტებზე, ჯერ ერთი უნდა დავაყენოთ საკითხი ბატონო ვაჟა და დამეთანხმება ბატონი დიგლაც, რომ ეს კომისია თვითონ, არ ვიცი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს თავისი საექსპერტო საბჭოთი, ჯერ ერთი იყოს ღია და გამჭვირვალე, რატომ უნდა ეშინოდეს ექსპერტს თავისი საექსპერტო დასკვნის გასაჯაროვების. იმალება ექსპერტი, იმალება ზუსტად იმიტომ, რომ არა კომპეტენტურად აქვს მას, არ შესწავლილი აქვს ის პროექტი. მარტო იმ მაპატიეთ რეზიუმეს, რომელსაც ინგლისურ ენაზე გთხოვენ, ჯერ ერთი ავიღოთ, ამაშიც გეთანხმებით. საქართველოში რატო უნდა წერდე მე პროექტს ინგლისურად და დასკვნას რატო უნდა ვიღებდე კიდე ინგლისურად? როცა სახელმწიფო ენა არის ქართული, მე რატო უნდა ვაძლევდნენ პასუხს ინგლისურ ენაზე? მე მგონი საქართველოში თქმა უნდა. ეს იცით რატომ? იმიტომ რომ აი ეს უცხოელი ექსპერტი და ხშირ შემთხვევაში მე ახლა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ვარ ექიმი და გეტყვით ჩემ სფეროში ჩვენთვის ცნობილია ექიმებისთვის და ფიზიოლოგებისთვის და სხვა ასე ვთქვათ სამედიცინო სფეროს ცალკეული დარგის მეცნიერებისთვის ვინ არიან ის ექსპერტები? ხშირად აქედან წაბრძანებული უცხოეთში მოღვაწე ჩვენივე კოლეგები, რომლებიც ამოფარებული არიან და ვიცით რა პრინციპებით, რა მიკერძოებით და რა ასე ვთქვათ საწყისებზე მოდიან აი ამ მაღალი ფულების დაწერაზე. ჩვენ არაერთი პროექტის ასე ვთქვათ
წარდგენის და დამარცხების ეხლა არ მინდა მაყურებელმა იფიქროს რომ რადგან დამარცხებული პროექტების ავტორები ვართ და ამ სტატუსში ვართ, ამიტომ ვცხარობთ ასე. არა მეგობრებო, ჩვენ აი ეს პროექტები რომელიც გვაქვს წარდგენილი, გარდა იმისა რომ იყო ინტერესი და ზუსტად საქართველოს მეცნიერების განვითარების საფუძველი და ეროვნული. მე ბევრჯერ მithქვას, აი პეკატივის ეთერშიც გავაჟღერე, უნდა დაფინანსდეს ისეთი პროექტი, რომლის ფარგლებში კიდე ასე ვთქვათ, იხეირებს ქვეყანა. აი, როდესაც წარდგენილი პროექტიდან კვლევა ჩატარდება და მონაწილეობას და უფასოდ ვთქვათ, ჩაუტარდება იგივე ავადმყოფს, იგივე პაციენტს, იგივე თქვათ სკოლის მოსწავლეს, ამას რატო ვამბობ? აი ძალიან ცნობილი აკადემიკოსი საქართველოს შეიძლება ითქვას სამედიცინო თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის ყველასთვის ცნობილია გიორგი გელა-შონია, რომელმაც პრაქტიკულად საფლავში წაიღო თავისი უნიკალური მიგნებები. იმიტომ რომ ამ ფონდმა არც ერთხელ არ დააფინანსა მისი არც ერთი პროექტი. როდესაც ჩვენ წარვადგინეთ და საერთოდ გვიხაროდა მაგალითად, როცა ახალი მიმართულება ბიოენერგიისა, ბიოინფორმაციული მედიცინა, აი ასეთი მიმართულება დაუმატეს მაშინ. ჯერ ერთი უნდა გითხრათ, რომ საქართველოში საერთოდ არ იცოდნენ ევროპის ქვეყნებში, მე მგონი არც ბიოველების, ენერგეტიკული სიხშირების და დღეს უკვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით რომ იწონებენ თავს და ჩვენ პრაქტიკულად საქართველოში გიორგი შონია იყო ამის პიონერი და თუნდაც ახლა შეიძლება ისეთი არასწორი შედარებაა, მაგრამ ამ მაღალტექნოლოგიურ ციფრულ, ასე ვთქვათ, აპარატურასთან შედარებით იმ პრიმიტიული თავისი ხელსაწყოთი ის იმას ზომავდა და თავისი ალგორითმით ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ენერგოდიაგნოსტიკას ახდენდა. თქვენ გესმით, ცივილიზაციის დაავადებაა ეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. საუკუნის და ცივილიზაციის პათოლოგიად დღეს აღიარებულ ნოზოლოგიას ადამიანი იღებდა თავის თავზე, რომ ენერგოკორექციით ეს განეკურნა და მე-9 კლასელი, სამი სკოლის მე-9 კლასელი ბავშვების ჩართულობით უნდა მომხდარიყო ამის ენერგოდიაგნოსტიკა, ენერგოკორექცია და აი გეტყვით, როდესაც ჩვენ ეს პროექტი წარვადგინეთ, გაოცებას ვერ მალავდა თვითონ ეს წარმომადგენლობა, მაშინ მე არ ვიცი, ექსპერტები არ იყვნენ, თვითონ ადმინისტრაცია, რომლებმაც დაგვიბარეს, აი თქვას ბატონმა გიკლან და იცით იმ ალგორითმს ინტერესში ჩავარდნენ, რომ ეს როგორ ხდება, იმიტომ ყველა დეტალი ბატონ გელას არ ქონდა გაცხადებული ცხადია, ის ფორმულები უნიკალური მიგნება, პრაქტიკულად ეს ყველაფერი ადამიანმა საფლავში წაიღო, არ მისცეს ადამიანს რეალიზების საშუალება, აღარ არის საუბარი იმაზე, რომ აი ის რაც მიგნება გაინერგებოდა, ჩვენ მაგას პანდემიის დროსაც გამოვიყენებით, როცა ზუსტად ენერგეტიკული დარტყმებით, აი ამ შიშის, აი ამ სტრესის ფონზე იმუნიტეტი ისე დაუქვეითეს ადამიანებს, რომ ბანალური ინფექციებით იღუპებოდნენ. აი ეს არის შოთა რუსთაველის ფონდის სახე, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, აღარ არის საუბარი იმაზე, რომ ატკატები ჩვენ არ გვინდა ახლა ჯერ დავასახელოთ იმ ადამიანების გვარსახელები, რომლებიც მაშინ კონტაქტზე გამოვიდნენ და რამდენიმე პროექტის შემთხვევაში ჯერთი ახლა მე აღარ ვიცი ბოლო 5 და 10 წლის განმავლობაში რა სიძლეოდენ, მაგრამ აი იმ პერიოდში 40,000 ლარს გაძლევდნენ 1 წლის განმავლობაში. ეს იყო ძალიან მიზერული თანხა, ბატონო ვაჟა. პრაქტიკულად ხელფასებს ვერ გაწერდი. აღარ არის საუბარი, თქვათ, აღჭურვილობის და რაღაცა ტექნიკის შეძენაზე, რომელიც გჭირდებოდა საექსპერიმენტოდ. მერე და მერე გაზარდეს, მე როგორც ვიცი და 60,000 გახადეს წელიწადში და ასე შემდეგ, მაგრამ ამ მიზერული თანხიდანაც კიდევ უკან ქონდა ჩვენ შემთხვევები და როცა ეს როიტყვას სასამართლოზე იქნება საჭირო, ამას განვაცხადებ და ალბათ იმ ადამიანებსაც ვამხელთ, რომლებიც მაშინ კონტაქტზე გამოვიდნენ და ბრძანეს, რომ რაღაცა პატარას თუ ადგებით და დათმობთ და აი ამა და ამ ადამიანს ამას ასე ვთქვათ მოახსენებთ, შეიძლება გაიმარჯოს თქვენმა პროექტმა. თქვენ გესმით რა გარიგებებით, აღარ მინდა ეს ჟარგონები გამოვიყენო, მაგრამ ბლატებით, რომელიც არა და არ დასრულდა ამ საქართველოში. მე ყველაფერი მესმის, რომ ეს არის პატარა ქვეყანა, ყველა ერთმანეთის ახლობელი ვართ, ნაცნობი, მაგრამ ხო შეიძლება ქვეყნისათვის უნიკალურ, მართლა ეროვნულ პროექტს წვანი შუქი აერთოს ერთხელ, 10 წელიწადში ერთხელ და სულ ილიაუნის, ასე ვთქვათ. აი 37 პროექტია ახლა დაფინანსებული. არა და ქართველები ვართ ძალიან ნიჭიერი ერი. მართლაც საოცარი ერი და ჭეშმარიტი მეცნიერება და ჭეშმარიტი მკვლევარები არ ფინანსდებენ, უბედურება ეს არის. ეს თემების ნაწილი წავიკითხეთ, აი თქვენც წაიკითხეთ ის თემები, რომელიც სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს.
ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ სამართლებრივ დავას ვაგრძელებთ. აუცილებლად სასამართლოში შეხვდებით რუსთაველის ფონდის გარეწრებო. ყველას გეუბნებით, ვინც აი ამ თამაში ხართ ჩაბმულები. ყველა ხართ გარეწარი და სამშობლოს მოღალატე. ქართული მეცნიერების სახელით აი ასეთ ტყუილა რა ქვია ამხელა თანხებს ესე იგი ვისაძლევთ და რისთვის აძლევთ ძალიან კარგად იცით თქვენ თვითონ იმიტომ რომ ალბათ ის აისბერგული დინებები არსებობს რომელსაც ათკატი ეწოდება ამიტომ მივმართავ მე კიდევ ერთხელ ამ ეთერიდან მთავარ პროკურატურას უშიშროების სამსახურს აუდიტის სამსახურს ამოწიეთ ეს თემები ეკონომიკის სამინისტროს განათლების სამინისტროს რომლის უშუალო საკურატოროა სწორედ რუსთაველის ფონდი ეს ქართული მეცნიერების განვითარებას ემსახურება აი ამ პროექტების დაფინანსება ეს არის ქართველი მეცნიერებისათვის ჩვენი ქვეყნის ჩვენი სამშობლოს წინსვლისათვის გადადგმული ნაბიჯები აი სასამართლოზე დამიმტკიცეთ თქვენ რომ აი ეს თემები უფრო აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ჩვენი გაჭირვებული სიღარიბეში ჩავარდნილი ქვეყნისათვის ვიდრე ის თემები რომელიც წარმოგიდგენთ მე მხოლოდ ნაწილი მეცნიერებისა ძალიან ბევრი მეცნიერი დამიკავშირდა მე 50-ზე მეტი ზარი შემოვიდა ჩემთან სხვადასხვა პროფესიის აქ არის ზოგი გეოლოგია მინერალოგია ზოგი ენათმეცნიერება ზოგი ის არის რა ქვია ისტორია მათემატიკა და ასე შემდეგ ვერ წარმოიდგენთ და ამას ემატება კიდე იდეების მოპარვა ამ ფონდიდან რომელსაც ასევე ჩივიან მეცნიერები და ჩემთან საუბარში ისეთი რაღაცები გავიგე ვერ წარმომედგინა რომ ასეთ რაღაცასაც ახორციელებენ თურმე აი ამ ყველაფერს ჩვენ დღეს ვიწყებთ სამართლებრივ დავას ჩვენი ეს გადაცემა არის საზოგადოების გასაფრთხილებლად რომ ყველას მოგიწოდებთ დაგვიკავშირდით ვინც რუსთაველის სამეცნიერო ფონდში წარადგინეთ თემები და უკან გამოგისტურეს რომ აი ვითომ ვერ გაიმარჯვა თქვენმა საკადრისი თუ საჭირო ქულები ვერ მიიღო დაიწუნა უცხოელმა ექსპერტმა დაგვიკავშირდით მობრძანდით ქართულ ტევეში დატოვეთ თქვენი ტელეფონი იმის რა ქვია ტელევიზიის დირექტორთან და ჩვენ დაგიკავშირდებით ყველას აბსოლუტურად დეტალურად გამოვიკვლევთ თუ რა თემებს ეთქვა უარი, რა მიმართულებებზე არ გაიცა გრანტები. და აი ჩვენ გვაქვს ის სია, რომელზეც გრანტები გაიცა. აი თქვენ ამ ფონდის სიაფანდო თანამშრომლებო მოგიწევთ დამტკიცება, რომ ეს საქართველოსთვის ქართული სახელმწიფოს წინსვლისთვის არის მნიშვნელოვანი. მე ახლა სიტყვის ალავერს გიგლა გოგბეჩიასთან, პროფესორ გიგლა გოგბეჩიასთან გადავდივარ. დიდი მადლობა, ჩემო ვაჟა. მე პირველ რიგში ჩემს პირად მადლობას მოგახსენებ შენ და მინდა აუდიტორია, შენს აუდიტორიას უთხრა რომ ანალიზური კაცი ხარ და მადლობა რომ დაიწყე ომი. მე ამ ომში მე პერსონალურად ქალბატონ მარტინათიმას დაგიდარ. დიდი მადლობა. რატო? იმიტომ რომ იმ არამზადების ბუდე როგორც შენ უწოდე და მე ამას აბსოლუტურად ვიზიარებ და ვეთანხმები, როგორც არის რუსთაველის ფონდი მოყოლებული ნაც რეჟიმის პერიოდიდან და არც ადრეც კი ნამდვილად. კი, ბენდუკიძის პერიოდიდან დაწყებული რაც ხდებოდა ჩვენს ვიცით. ჩვენ აი ასოციაცია ლაზაროსის გრიპით რამდენიმე საინტერესო პროექტი გვაქვს წარდგენილი, მაპატი და ფეხებზე დაგვიგე და პასუხი ხო არ გვაღირსეს. პასუხი. შეკამათება არავისთან არ ხდება. ანუ მოგთხოვე რომ დაუწერო რაღაცა და თქვათ მე თუ ჩათვლიან საჭირო და პასუხის ღირსად გაგხდია. ყველაფერი არის დაშიფრული. მოდით ახლა მე დავიწყებ გამჭვირვალობის ტელეფონს არიღებენ ელემენტარულად და ტელეფონები არ არსებობს. გამჭვირვალობის თვალსაზრისი ეს დიდი მოთხოვნები აქვს გამჭვირვალობაზე. მათ ყავდათ 2000 ნაცების დროს იყო ვიღაცა ვინმე სულხან სისაური 2010-14 წლებში დირექტორი კაცებს არ გაუგია თქვა. მაგრამ დამანებოდ დავი ამას. აი იმ პერიოდიდან მოყოლებული ცალკეული კვლევებია ჩატარებული და ჩემო ვაჟა რუსთაველის ფონდის გამჭვირვალობის ინდექსი ან კოეფიციენტი ხო 100%-იანი რო ავიღოთ შეადგენდა 17.91% მხოლოდ. ანუ იმდენად გულ დახურულები არიან რა. რაღა ლუარსაბ კარძის თავლა და რაღა რუსთაველის ფონდი აი ესე გეუბნებით პირდაპირ. საკუთარ დუქნად არის გადაგწეული. პროექტი რომელზეც ჩვენ გითხეს უარი მე ვთხოვ ქალბატონ თინათინს დამიჭიროს ხარი და წაიკითხოთ აი გაგაცინებთ კიდე მგლებზე როგორ იყო
ხო. აი წაიგეთ სათაური წამიგეთ ადამიანის და მგლის კონფლიქტი საქართველოში რეალური და მოჩვენებითი პრობლემები რეგიონში, სადაც მგელი ჯერ კიდევ ბუნებრივი ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილია. ესე იგი მგლები ხომ მოისტუმრეს? მგლების და ადამიანების ჰარმონიული თანაცხოვრება. ეხლა ისეთ პროექტს რომელზე ჩვენ გვითხეს უარი. აი ჩვენ ასოციაცია ლაზაროსით რუსთაველის ფონდში შევიტანეთ დიდი დიგმის მაგალითზე აი ეს მშენებლობების ბუმი რო იყო მიშაზრული და ახლა სულ გრძელდება თბილისის გეოპათოგენური ზონების რუკის შექმნა. უნიშნელოვანესი. 2 წლიან პროექტში ვითხოვდით 42,000 ლარს. 2 წლიან პროექტში. ეხლა ვინ ყავდა ჩართული? რა თქმა უნდა დიდი გუნდი ვიყავით იქ, ну მე როგორც ორგანიზატორი ეხლა ამ შემთხვევაში, მაგრამ ყავდა უსაინტერესო ხალხი, რომელთაც შეეძლოთ ეს ბიოლოკაციის მეთოდით დაედგინათ ყველაფერი. 3 აკადემიკოსი ივერი ფრანგიშვილი აცხონოს მერთმა უძლიერესი 23 საუკუნის დონის მეცნიერი აკადემიკოსი ვოვა ჭავჭანიძე აცხონოს მერთმა და დიდხანს აღიძულოს მერთმა აკადემიკოსი ერეკლე გამყრელიძე გეოფიზიკის ერთ-ერთი მამამთავარი ფუნდამენტი საქართველოში დღეს სოციალია და მერთმა დიდხანს აცხოვროს აი ამ ჯგუფს აი ეს ხალხი პრაქტიკოსები იყვნენ ხელმძღვანელობდა და 42,000 ლარი არ გაიმეტა რომ თბილისში ის ბუმი რო იყო მშენებლობები ის დადგენილი იყო ადამიანების აი ზონაში გეოპათოგენურ ზონაში თუ სახლი აშენდება ჩათვალეთ რომ იმ სახლის იმ ადგილზე სადაც ეს ამოხდება ხდება იქ რამდენიმე წელიწადში სიმსივნე არის გარანტირებული ნებისმიერ სართულზე 20 სართულის რო ააშენო არ დაფინანსეს ეს და სანამაგირო და აი ზუსტად დუშეთის რაიონის რეგიონზე იყო თუ სწორად მახსოვს ეს მგლების და ადამიანების ჰარმონიული თანაცხოვრება დააფინანსა. არა, კონფლიქტი, ჰარმონია. არა, ხო, კონფლიქტი. ეხლა ნახეთ რა ხდება, მგლების კონფლიქტი ხო ამოწურა რუსთაველის ფონდმა. ეხლა ტურებზე გადავიდნენ, ეხლა გაცინეთ რა. აი წაუკითხე კი. აი ეხლა გაცინეთ. აი ნახეთ ეხლა რას აფინანსებს რუსთაველის ფონდი. 2023 წელს რუსთაველის ფონდმა ილიანოს ეს ილიანი ესეთი ფაორში ყავთ რა თქმა უნდა. ხომ მე წაგიკითხავთ ილიანის ასე თქვა დაფინანსებულ პროექტებში. იქ რა თქმა უნდა მე შორს ვარ იმასრისგან და ობიექტური ვარ რომ ყველა არ არის რა თქმა უნდა ხელსამოსაკრავი და იქ მე მომოწონა ღვარცოფების გეოლოგიური გამოკვლევები და რაღაცა კი ბატონო არ ვაყენებ ეჭქვეშ მაგრამ ეხლა წაგიკითხავთ სათაურს და ნახეთ რა ხდება. პროექტი რომელმაც გაიმარჯვა და სულ ცოტა თუ ერთწლიანია არის 80-90,000 ლარი თუ ორწლიანია 160-180,000 ლარი. თქვენი და ჩვენი ბიუჯეტიდან, ჩვენი საერთო ფონდიდან ამოღებული. ნახეთ, ტურა განიუს აურიოლს თუ რაღაცის ნუ სახეობაა. ყველა ტურა კი არა, გასო, მარტო ერთი ტურა, სად არის ეს რაღაც? ხო, ტურა ადამიანის მიერ ნახეთ ადამიანის მიერ შეცვლილ ლანდშაფტებში ორწეტილი შევძლებთ თანაარსებობას და იქ საქმეა თუ ტურასთან თანაარსებობას ვერ შევძლებთ. გესმით? აი დაც არა გესმით ხო? და ამაში გამოიყოფა 100,000-ობით ლარები ხალხო. დოჭვირი ხარ. მეორე რა თქვი სამუშია ხარ თუ ვინც ხარ ხო? აი მიწიდან ამოგიღებთ. კი. ჯერ სამუშია იქ როგორ მოხდა ხო ვიცით? და ეხლა სადაც არის ისიც ხო? სამარცხვინოა ეგეც. მართლა სამარცხვინოა თქვენ. უცხლები და პასუხს არ გვაღირსეთ არავის. აი თქვენი დაფინანსებული პროექტები. რატო არის ილიანური? იმიტომ რომ გაჭრილია მაპატიეთ ჟარგონი და კანალი. რა კანალი? ატკატების კანალი. გაჭრილია ეს. ეხლა მაინტერესებს ვინ არიან ეს ექსპერტები? ეს ქართული და უცხოელი ექსპერტები. უცხოელი ექსპერტებზე ბატონმა ვაჟამ მოგახსენეთ, აი? ასე ეპყრობიან, მაგრამ ნახეთ ფავორიტები. მე ამოვწერე ბოლო 5 წლის მანძილზე ილიანის დაფინანსებული პროექტები და გეტყვით ბატონო ნუ თავში საცემად გვაქვს ილიანი მარაგაში გაიმარჯვა ქართული ჟესტური ენის სახელთა მორფოლოგია რატო სომხური ჟესტი სხვა არის აზერბაიჯანული სხვა არის და ქართული სხვა არის კაცო მაგაც საერთოდ ცალკე ჟესტები საიდან აგავთ და რა ენა გაქვთ ეს ერთი თქვა შემდეგ, ნუ ამ საბჭოთა წარსულს ხო ვერ ელევიან ილიანმა. საბჭოთა წარსულის რეპრეზენტაცია პოსტსაბჭოთა ქართულ მწერლობაში. რა თქმა უნდა ეს ილიანი. შემდეგ აქ ახსენა იმან კარგი მართლობის დანერგვის ვარიაციები ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყნებში საქართველოში რეგულირების ზეგავლენის შეფასების რაღაცა რია დანერგვის მაგალითი. გაიგეთ რამე? ჰიბრიდული დემოკრატია ხო აშენდა ევროპაც და ამერიკას დემოკრატიისგან და ახლა ჩვენ ხო ოაზისში ვცხოვრობთ ამათი დემოკრატიისგან რა მეტი სხვა თემა ხო არიციან ილიანში
ეხლა ყველა საინტერესო და მართლა ორი აგური უნდა გვეკავოს ხელში. სკოლასა და ამ დაწყების სკოლებში სკოლასა და ბაღში, ბაღში გენდერული ძალადობის გამომწვევი ძირეული მიზეზები კახეთის რეგიონის მაგალითზე. როდი აირჩიეს კახეთი ნეტა მაინდა-მაინც. აი რეებს რაჭის ბაღებში სხვა ხდება, აჭარის ბაღებში სხვა ხდება, იმერეთის ბაღებში სხვა არ და სკოლებში. აი ეს უნდა ქართული ჟარგონი და გონზის სტილზე რომ აუდიტორიას არ ვაგადებთ, თქვენ კი ხართ, თქვენ მართლა შიქ ხო არა გაქვთ რა. თქვენ არ ამზადებო თქვენ, აი ესე ექცევით ბიუჯეტს, ამიტომ მე ვეთანხმები ბატონ ლაჟას მიმართავს და მოწოდებას. ჯერ გაანებეთ თავი ამ ფავორიტ უნივერსიტეტზე, წინასწარ ვიცით ყველაფერი და ფარს დგამთ. ვინ გაიმარჯვოს და ვინ არა. რა დავუწინოთ იმ პროექტს, რომ ჩვენ გავაკეთებთ თბილისის გეოპათოგენური ზონა ნებისმიერ მეგაპოლი, სადაც ესე უკონტროლოდ მიდის მშენებლობა. გეოპათოგენურ ზონაშია თუ არა ოფისია ის თუ საცხოვრებელი სახლი ხომ და იყოს დადგენილი. და ამხელა ბუმები და ამხელა გენიოსები ყავდეს რა გავაცოცხლებთ ეხლა ჩვენ მაგადა იმ პროექტს აღლადგენ დამთავრდა წავიდა ის. თირიკომ რაც თქვა იმ კიბერპურნალობის და რაღაცა სხვა მეთოდები რა უკეთესი იცით რამე? უკეთესია წარდგენილი რამე? ეხლა დოჭვერს მიმართა. შესეთი ესეთ შედარებას გავაკეთებ რა 90-იანი წლის დასაწყისში ჩვენთან რესპუბლიკურ ახალგაზრდული გაზეთის რედაქტორის მომადგენლობა და რაღაცა ცვლილება მოხდა და მოიყვანეს გარკვეული ჯგუფის იმითი ცხეთის რეაქტორის ვიღაცა ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი და დაიწყო იქ რაღაცები თავისი მმართველობით სად გაზეთის რედაქტორობა და სად ისა ცხეთის რეაქტორობა. ანუ მე რაღაცა განვითარდა მოვლენა და მე ქუჩაში შემთხვევით და ანუ რაღაცა ისეთ ვერამია რა გვერდი აღარ შემოსა. ბიჭო მე ვთხარი შენ და შენ შორის იცი რა სხვა ბარის მეთქი? მე რომ ცხეთის რეაქტორის დირექტორად დავენიშნე, წავიდოდი მეთქი? რომ მოდიხარ ბატონი დოჭვი, ხარ მე გინეკოლოგი თუ მეანი თუ უროლოგი თუ რაღაცა, მე არ ვეხები შენს პროფესიას, შემოწვევი ფასო. დიდი ბოდიში გიხდე ამისთვის. სად მოდიხარ? რომელი ფუნდამენტური მეცნიერების წარმომადგენელი შენ ხარ? რა გინდა მაგათების იმაში? ან რაღაცა გაარკვი, ან რაღაცა გაარღვი, ან რაღაცა გააკეთე. ხა სამუშია და მისი წინამორბედები მოხარშული ვიცით ვინც იყვნენ და ჯერ ნაცების დროს იყო საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს. და ვითანამშრომლებთ ნებისმიერ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციასთან კატეგორიულად მოვითხოვ. რუსთაველის ფონდი გახდეს გამჭვირვალე. რუსთაველის ფონდის სტრუქტურა, მმართველობის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს ყველა ვარიანტში. რუსთაველის ფონდის ყველა მიმართულებას, ეხლა მე რაც აგიკითხეთ ფუნდამენტურ მეცნიერებებში ამოწერე მხოლოდ და ერთს ვიტყვი კიდე აი 2021 წელს რუსთაველის ფონდმა გადაწყვიტეს ალბათ სამუშია იყო ან მანამდე ვინც რომელი წელია 2021 წელს კი სამუშია 2021 წელს ზვიად გამსახურდია სახელობის პრემია დააწესა ფონდმა და მიანიჭა გამარჯვებულ პროექტს. ნუ 10 პროექტი იყო შემოტანილი და ZGP 20-013 ქულით. ამ პროექტის დასახელება თქვენ დაუცილებლო. ან ვინ ჯგუფმა მიიღო? რა ჯგუფმა მიიღო? ხელმძღვანელი ფიგურა იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომ მისი პრემია მიენიჭა ბიუჯეტურისგან ვიღაცას. და არაფერი არ იცის. ანუ თქვათ იმ დასახელებულ 9 და დაწუნებულ პროექტში იქნება ვინმეს უნდა უკეთეს. რატომ არ მოიცოდეს ეს საზოგადოება? მე ხა ერთ პარალელს ვიტყვი ბატონო ვაშა და შენ მიმიხვდები ის თქმაც მინდა. აი ტექნიკური უნივერსიტეტი რომელსაც მე წარმოადგენ ამჟამად წინა რექტორის დროს ბატონი არჩილ ფრანგიშვილის დროს ერთხელ ქონდა საუბარი ჩვენ ინოვაციებს, უზარმაზარი ინოვაციები გაკეთდა, ეხლაც კეთდება ბუნებრივია, მაგრამ კაცებს ეს არ აინტერესებს რა. მე არ ვამბობ დაფინანსების თვალსაზრისით იქ გამარჯვებული პიცერია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და შიდა საუნივერსიტეტო გრანტები იყო გამოცხადებული, ხოლმე ეხლაც გრძელდება ეს ტრადიცია და ერთხელ მითხრა ბატონ მარჩილმა რომ მე დაუნტერესდა და დაწუნებული პროექტები მოვატანინეო. იმ დაწუნებულ პროექტებში, რომელიც იქაურმაში და პროფესია, ნუ რაღაცა იყო, დაიწუნა და ამ პროექტის იყო გემშენებლობაში რაღაცა სიახლის დანერგვა. და დაწუნებული პროექტის ავტორი ითხოვდა 18 თუ 19000 ლარს, ეს არ მისცეს. დავანებოთ თავი მიზეს და ბატონ მარჩილმა ეს რომ ნახა ხო აი ხელმძღვანელი და მენეჯერი ასე ის კარგი ნახა ეს ყველაფერი და მითხრა რომ ბრიტანეთის გემშენებლობის დიდ კომპანიას მიმართა და 80000 ევროდ დაფინანსდა მე იქიდან მე მიხდით ამიტომ სწორად თქვა აქ ვაჟა ჩვენ მოვითხოვთ
უნდა ნახოს ქართულმა საზოგადოებამ ყველა თქვენი არამზადების, თქვენი არამზადა ექსპერტების მიერ დაწუნებული პროექტები, სია, ავტორები მოხდეს ღია შეხვედრა მათთან აუცილებლად და დავესწროთ კაცო. ის კოლეგა რომელიც მე მაგალითად აი ახლა წამოსვლის წინ საჯარო განხილვა მოხდეს ელემენტარულად საჯარო განხილვა აქო მილიონობით ლარზეა ლაპარაკი ასეულობით მილიონი თანხა გახარჯული ამ წლების განმავლობაში მენდუკიძიდან დღემდე და ქართულ მეცნიერებას არც არაფერი შეეტყობა იმიტომ რომ მიდის ეს ატკატები რაღაცა მაფიური კლანის ხელშია ეს ყველაფერი მოქცეული არც არავინ არ ამოწმებს არც არავინ ექსპერტი არ არის სინამდვილეში და ამ აისბერგული დინებით უცხოელი ექსპერტების ნიღბის ქვეშ რა ხდება ღმერთმა უწყის. აგერ ჩემ მაგალითზე გეუბნებით. იდიოტი ექსპერტი კიდევ ერთხელ გიმეორებ. ეს რა ქვია ბრაჭული თუ დოჭვირი? დოჭვირი. სულ მავიწყდება მაგის გვარი. დოჭვირი. ესე იგი ვინ ექსპერტი მონახეთ საინტერესოა რომელიც ამბობს გამოაშკარავეთ ესე იგი რაღა ესეთ ჩერჩეთს მიეცით რომელმაც გიორგი სააკაძეზე წარმოდგენა არ აქვს და მეუბნება რომ რუსეთთან ქონდა კავშირიო იმიტომ რომ რადგანაც ჩვენ გვიწერია რომ პეტერბურგის არქივიც მოსანახი ამან ჩათვალა რომ ვიცი რა ამას რუსეთთან იქნებ ფიქრობდა რომ გიორგი სააკაძეს პეტერბურგში ქონდა სასწავლებელი დამთავრებული აი ესეთი იდიოტობამდე დაყვანილი ექსპერტები არა დაიფარეთ ერთ ადგილზე. ხო, იმიტომ რომ ღირსები ხართ თქვენ ყველაფრის. თქვენ ხართ დასაჭერების, სისხლის სამართლის დანაშაულები, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ასეულ ათასობით და მილიონობით ლარს ხრით აერში და ჭეშმარიტი მეცნიერები, ჭეშმარიტი მეცნიერული მიმართულებები, ჭეშმარიტი პრიორიტეტები გამოკვეთილი არ არის ქართულ მეცნიერებაში და ნამდვილად წიგნი ვერ გამოუცია, მონოგრაფია ვერ გამოუცია მეცნიერს და ვერ მიუტანია ეს საზოგადოებამდე თავის სიახლე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გიორგი სააკაძის ფენომენის კვლევის ცენტრის წარდგენილ პროექტს თქვენ შეგნებულად დაუწერეთ დაბალი ქულები. იმიტომ რომ არც ერთი ეროვნული პროექტი თქვენთან ვერც ერთი ეროვნული პროექტი თქვენ ფონდში ვერ იმარჯვებს. და კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ალბათ ეს ნაცების დროს შექმნილი ბუდე ისევ გრძელდება და ეს ტენდენცია ილიაონის დაფინანსება, სააკაშვილის დედის უნივერსიტეტის დაფინანსება და ჯერად შუაში ეს კერძო უნივერსიტეტების დაფინანსება რა შუაში აქ. აი ეს გრძელდება. განსხვავებით თქვა არასამთავრობო ორგანიზაციისგან, ასე თქვა ცენტრისგან სასწავლო დაწესებულებას ასე თუ ისე ხო შეძდის თანხა და შეუძლია ის თანხა გაიყოს თქვა გარკვეული სამეცნიერო მუშაობისთვის, მაგრამ აი მინდა კიდე გავაგრძელო რუსეთის თემა ხა რომ ბძანეთ, რომ წაიკითხა ექსპერტმა. ჯერ ერთი ხო ექსპერტები თუ ეს რესტრუქტურიზაცია საბოლოოდ მოხდება ამ ფონდის, ყველა ექსპერტი უნდა იყოს ღია და საჯარო უნდა იყოს ზოგადად კომისია. გამჭვირვალე უნდა იყოს, რაში მიდის ეს თანხები? კომისიის წევრს არ უნდა ეშინოდეს თავისი საექსპერტო დასკვნის ღიად საჯარო დასაბუთება. შეგვხვდეს, როცა მოხდება დასრულება როიტყვარ კონკურსის და უნდა თქვას, რომ აი მე ეს პროექტი თქვათ, ამ პროექტს იმიტომ დაუწერე 10 ქულა, მე მესმის, შეიძლება მე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ვარ და სხვანაირად ასე ვთქვათ, უფრო საინტერესო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული პროექტი წარადგინოთ, მაგრამ ექსპერტმა უნდა დაასაბუთოს, რომ აი კარდიოლოგიური ვთქვათ, რაღაცა კვლევა არ დავაფინანსეთ, არ შევაფასეთ 10 ქულით, იმიტომ რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში შევისწავლეთ საქართველოს რეალობა, რომ თქვათ ძუძუს კიბოს სტატისტიკა მიმატა 10-ჯერ და მნიშვნელოვანი არის ძუძუს კიბოს კვლევა. აი ესე უნდა იყოს ეს დასაბუთებები და როიტყვიან გამოკვეთილი რატომ აძლევ უპირატესობას შენ ამას და შენ როცა იმალები ექსპერტი ცნობილი არ არის თან რადიკალური სხვაობები პირდაპირ ვთქვათ 10 ქულა თუ უწერია 5 ექსპერტს, მე ის რომ 1 ქულა დაგაკლო, ვიღაცას უწერია 5 ქულა, ჩვენ გახსოვთ 1 წელი ამაზეც ვიდავეთ. იყო პროექტი წარდგენილი, რომელსაც რადიკალურად შეიძლება, როგორც აი სკოლაში, ნაწერში, თემაში მასწავლებელმა ერთმა 10 ქულა დაუწერო და მეორემ 2 ქულა. ხო, თან ახლა აი შენ თემას გავაგზავნებ. შენ გახსოვს ძალიან კარგად და იმედია დამიდასტურებ. ის პროექტი რაც ჩვენ წარვადგინეთ და უცხოელმა ექსპერტებმა საკმაოდ მაღალი შეფასებები დაწერა და მიხვდნენ ისინი აქტიურობა ქართველმა პროფესორმა შენი ინსტიტუტის პროფესორმა როგორც მე გავარკვი რატო პირადი ზღენა ჰქონდა რაღაცა იმიტომ რომ იდიოტი უწოდა ერთ პუბლიკაციაში და ვერ მოინერვა ეს მართლა და მართლა არა მიკერძოებას იდიოტია მაგრამ ეხლა ნახე და მიკერძოებასა და ეხლა თქვათ აი მე წლების განმავლობაში საერთოდ ფიქრობდით იმის გამო რომ ასოციაციის ხელმძღვანელი არის ბატონი გიგლა გობეჩია რომელიც მოდის ეროვნული მოძრაობია რომელიც დაპირისპირებული ამ მთავრობასთან შეიძლება ამის გამო იყო რომ
ჩვენს ასოციაციას ყოველთვის ასე ვთქვათ ბლოკავდნენ. ახლა ერთი რუსეთის თემასაც ვიტყვი, აი ბატონმა ვაჟამ რო თქვა. რუსეთზე ხო საერთოდ უკრაინაზე რუსეთზე შიშის ზარი ქონდათ. თუა ვერ მოიწევდი ვთქვათ, აი იგივე ვთქვათ რომ ჯერ იმაყურებელმა გაიგოს რომ გადა სამეცნიერო კვლევითი ასე ვთქვათ პროექტებისა ფინანსდება სალექციო კურსიც არის ესეთი განყოფილება და ერთ-ერთ წელს ჩვენ შევიტანთ 2016-ში, აი კარგად მახსოვს, იმიტომ რომ მაშინაც ზუსტად გორდებოდა უკვე ბრძოლის ტალღა, მაგრამ ვერ შემოვიკრიბეთ. ვერ შევიმოვიკრიბეთ ეს განაწყენებული მეცნიერები საოცრება იყო. მაინც ეშინიათ, მაინც ვერ ბედავენ და ამიტომაც დაიქცა საქართველოში, როცა მეცნიერსაც შიში აქვს და ვერ ბედავს თავისი სამეცნიერო ნაშრომის დაცვას, აი იმიტოა დაქცეული და დანგრეული ქვეყანა, რომელ ეროვნულობაზეა საუბარი და მოწვეული თუ გეყოლებოდა ლექტორი მაგალითად ხო და ჩვენ წარდგენილი ქონდა მაშინ დეპრესია 21 საუკუნე. თქვენ იცით რა აქტუალური იყო და დეპრესიის თემაზე მომუშავე კორიფეები დარგის უკრაინიდან, მოსკოვის მეცნიერებათა აკადემიიდან, რომლებსაც მედლები, სიგელები ქონდათ პრეზიდენტებისგან მიღებული. აი პუტინის, მაგრამ პუტინზე იცით თქვენ და რუსეთზე სააკაძეს შემთხვევაში კი არა ლექტორი იმის გამო რომ მოწვეული იყო რუსი ან უკრაინელი, უკვე პროექტი იბლოკებოდა. მაინდა-მაინც ამერიკელი, გერმანელი უნდა ყოფილიყო. აი ესეთი მიდგომაც, აი ესეთი რაღაც შოვინისტურ, ნაცისტურ, რასისტურ. რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება ამიხსენოს? ძალიან კარგი მომცა ეხლა მე, იმიტომ რომ სწორედ გუნდი დაგვიწუნეს ჩვენ გიორგი სააკაძის ფენომენის კვლევის ცენტრს, რომ რატო უცხოელი სპეციალისტი არ აქვს ჩართული. საქართველოს ისტორია უცხოელმა სპეციალისტმა. მე-17 საუკუნის პირველი მესამე და გიორგი სააკაძის ისტორია ჩემზე უკეთესად როგორ იცის. აქ ჩვენ დოქტორანტი გვყავს წარმოდგენილი ეკა კვანტალიანი, რომელსაც წითელ დიპლომზე აქვს დამთავრებული ინსტიტუტი, მაგისტრატურა, რომელიც პერიგოს უნივერსიტეტში სწავლობდა საფრანგეთში, კიევში, რომელმაც რამდენიმე ენა იცის, ინგლისური, ფრანგული დოქტორანტი ახლა იცავს თვეთვეზე ინგლისური, ფრანგული, იტალიური, ძველი სლავური, რუსული ბრწყინვალეთ არის უნიჭიერესი. და რომელიც ესე იგი ტაში დააჯილდოვა ეს იუნესკოს ორგანიზაციაში მიიღო მონაწილეობა ფრანგულად გააკეთა გიორგი სააკაძე მოხსენება ეს ზუსტად გიორგი სააკაძე და სეფიანტაინის ურთიერთობაზე რომელზეც სხვათა შორის საქართველოსთან მეტი სხვა არავინ მონაწილეობდა ამ თემატიკაზე. დაიწუნეს ასეთი და აი ეს თურმე გუნდს გვიწუნებს და მე ესე იგი რომელიც 1980 წლიდან ვკითხულობ გპ-ში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს მე თურმე არ მქონია გამოცდილება არც პედაგოგიური არც სამეცნიერო და არაფერი არა და ეს წიგნები ხო ეს ამ წიგნებში წარმოდგენილი იმ უცხოელი დიდი მეცნიერების შეფასებები ვითომ შემთხვევით არის არა ჰაერიდან არის მოსული. აი ამაშია საქმე. დიახ. ანუ კადრების შერჩევა ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. სტრუქტურა აუცილებლად გამჭვირვალე და თუნდაც რაღაცა საზოგადოების, აი პროფესიული მიმართულების, პროფესიაში დაწინაურებულმა ხალხმა და ექსპერტებმა აირჩიონ მართლა, არ შეიძლება ასე ცხოვრება. მართლა არ შეიძლება. იმიტომ თქვენ განკარგავთ ჩვენს ფულს, ბიუჯეტის ფულს. თქვენი კი ბატონო. ეხლა ერთი ფაქტი მინდა. აი ხო ნახეთ როგორ თემებს აუფინანსებენ ილიანს და ილიანს მაგალითად დაუფინანსეს ასეთი რაღაცა და ეხლა ვიგებთ რატო წამოუწია ეს თემა. წიწილებში მხედველობითი იმპრინტინგის რეკოგნიციული მეხსიერება და რაღაცა მხედველობის გაუმჯობესება. აი შეიძლება მას რაღაცა ფასეული რაღაცა აქვს, მაგრამ სამუშიას დროს აწვავეს ერთ-ერთი ქიმიკოსი ქალბატონი, რომელიც მე ტელეკომპანია პეკატოში ჩემს ავტორგანაცემაში ყავდა მოწვეული, კოშმარები მოусმინე ელემენტარულად რა. იამზე დაშენოთ. ადამიანს რა გამოგონებული, აი პრენიქსით ნაკვები, აი ქიმიკო დამეთანხმება. პრენიქსით ნაკვები ხორცი რომ ბავშვებისთვის არ დაიკარება, ეს ხომ ვიცით ყველა, ისედაც ნებისმიერ ადამიანო რა. და ის პრენიქსი არის ხელოვნური ხელატებით გაკეთებული. ამ ადამიანმა თავის გუნდთან ერთად შექმნა მეცნიერ მუშაკმა პროფესორმა შექმნა ბუნებრივი ხელატების უნიკალური რაღაც. სულ მცირე თქვა წიწილების და ანუ თქვა წიწილებიდან მოყოლებული ბოლომდე ანუ საკვებ დასაკლაო წონამდე და კონდიციამდე რომ მივიდეს ერთ კვირას იღებს ან 5 კვირა ჭირდება. ამ თავისი ტექნოლოგიით არის სუფთახორცე და ნებისმიერი იმისთვის გამოსადეგი. ნახეთ
დაუწუნეს რა თქმა უნდა, სამაგიეროდ აქ წიწილას მხედველობა როგორ გაუუმჯობესონ, ამა დილიანი საფინანსებელი ხალხო საცხოვრო ვერ გავა. სამართლია. ინახა, თქვენ გეკითხებით მართლა. ყაჩაღები, ჩვეულებრივად ჰასტუხიანი ყაჩაღები. მიაქცევ სად ზარავდება ჩემი სახელმწიფო რა, ინფორმაციის მენეჯმენტის სპეციალისტი ვარ, ინფორმაციის ფასი და მნიშვნელობა ვიცი თქვენგან განსხვავებით. ჩვენი საქართველოს ბედი გვაწუხებს. ამ ქალბატონს ახლა მიმართავენ და უკვე უცხოური წრეები და ისინი ეხოცებენ აგრეთვე კიბოს მკურნალი ფენომენის შესახებ. აი იცის ტინიკომ სასწაული მეთოდია პრაქტიკაში გამოსული ყველაფერი. არა, სხვებს მიაქვთ უკვე მეთოდიკა იყიდება. კი ბატონო. მია. ცალკე სათქმელია და ცალკე პრობლემაა ზოგადად მთელი 40 წელი მეც ამ ნოვატორებთან და გამოგონებლებთან და ფენომენებთან გაგარებული, ისა გაგარებული. რამდენიმე პატენტის ავტორი ვარ. პატენტს ხხოვენ ძირის ძირამდე, რატო? ეგრეთ წოდებული პრამიშ სამრეწველო შპიონაჟი მაღალ დონეზე საქართველოში. იდეებს კბა. მე ერთ-ერთი გადაცემა სხვათა შორის მაგ კუთხითაც მექნება ბატონოგილა. სანამ შეიძლება. ეხლა იგივე ვაჟაშვილის წოხილი ხომ მოისმინეთ არა? გიორგი სააკაძეზე არ უნდა გამგონისა და ილიაუს მისცეს ისევე საქართველოს და სომხეთის პერცეფცია დასავლურ და აღმოსავლურ წყაროებში, შუა საუკუნეებსა და ადრეულ დროში. ასე იგი, ქართული საქართველოს დაცული ეროვნული გმირი არ აინტერესებს. ვაჟა ოთარაშვილმა ამ ხელნაშრომების ავტორმა და ვიღაცას სომხური ვიღაცასა რაღაცა დანაცხოვროს. კი ბატონო, ყველა წყარო შესაიმარაგებელია. სწორედ თქვა, თინიკომ პრიორიტეტი არ უნდა შეირჩეს. ფუნდამენტური მეცნიერება იქნება და საზოგადოებრივი ისა გამოყენებითი ჯერ ამოთხოვნები გაქვთ რა სიტყვით ამდენს რა ძირის ძირამდე იმის ღიმამდე რომ მოდიხართ რა არა, ეხლა მე ვაცხადე პირადობის მოწმობების და პასპორტების ასლებს ითხოვდნენ მოწვეული ლექტორების. ეს ხო საერთოდ სირცხვილია. პირადობის მოწმობა რომ გამოვიგონოთ ლექტორს. ბიუროკრატია რა, უმაღლეს დონეზე ბიუროკრატია და ნახეთ რა ხდება. გამოყენებით სფეროში რომ ფინანსდება. იმას გამოყენება ხო სჭირდება, მე განერგვა ხო სჭირდება. ერთი მაჩვენეთ აი ბოლო ვთქვათ 2010 წელს შეიქმნა ბოლო 15 წელი ოფიციალურად რომ მანამდე წინამორბედი არსებობდა უსტაველის ფონდის ბოლო 15 წლის მანძილზე თქვენს ფონდში დაფინანსებული ნოვაცია რომ დაინერგა სადმე მაჩვენეთ ერთი და ხმას არ ამოუღოთ. აი რასაც ჩვენ ლაზარუსის გრიპით ვაწვევდი და ვაკეთებდი ყველაფერი დაფინანსებადია. თქვენ ხო არ გონიათ რომ მარტო ფინანსური უკუგება, ეკონომიკური უკუგება, თქვენ რა გრები გონიათ რა ნობელის პრემიის ლაურეატის შეფასება მოყვა ამ ყველაფერს ეს ნებისმიერ ფულად ერთეულზე უფრო მეტია. მაგრამ ეს როგორ გინდა ახლა მე ამ გინეკოლოგს გააგებინო. შეარჩიეთ რა კადრები წესიერად. მოძებნეთ საქართველოში არის წესიერი კადრები. ნამდვილად. და ნუ გატუტუცით ბოლომდე რა. სამწუხაროდ. მე მიმართავ ვეთანხმები ვაჟას და აქვე ჩემს ინიციატივას აქვე თათარიაქნად ეხლა აი სასტრახოდ გამოვაცხადა გეუბნები. მე ვარ ჟურნალისტი გამომძებელი, მედიოლოგიით ამ მიმართულებით მომ დავსრულე და ძალიან კარგად ვიცი. და ჟურნალ ფენომენის მთავარი რედაქტორი. თქვენი აი ეს ყველაფერი მე ჩავერთვებ თუ სასამართლო პროცესები და საფუძველი. აუცილებლად სასამართლოში მე ჩავერთვებ ჩემი საგამომძიებლო ჯგუფით და ესე აუცილებლად იმაში რა ქვია სულ რაღაცას ვიტყვი ახლა ბატარაგელში და თევზე აი ესე ამოგაყირავებთ ყველას იმიტომ რომ კოლექცია თითოეულ თქვენს პროექტის უკან დგას თითოეული თქვენი პროექტის უკან დოჭვირი ხარ თუ სამუშია ხარ თუ გამისონია ხარ თუ სისაური ხარ თუ ვიღაცა ხარ ყველას უკან დგას აბსოლუტურად ვიცით ეს აბსოლუტურად ამოვიდეთ საქართველოს პატარა ქვეყანა არაფერი არ იმალება სამეცნიერო პოტენციალი თქვენ გამიცოთ ხო მე ხა ივერი ფრანგიშვილს ვოვა ჭავჭანიძეს და ასეთ გენიოსებს, რომელთაც შეეძლო გენიალური მოდელი გაეკეთებინათ საქართველოს მაგალითზე მეგაპოლისებში გაგვექცელებინა ეს მეთოდი. თქვენ გააცოცხლებთ ამას? რა დაგენანათ 42000 ლარი? ჩვენ განა ბევრს ვითხოვდით. 100000 ლარს ვითხოვდით, ეს არის დოლარებში 45000 დოლარი არ არის წარმოიდგინე. 2 წლის განმავლობაში ამ ხელა, ესე იგი უნდა მოგვიარა მთელი ვატიკანის, თეირანის, პარიზის, პეტერბურგის, ისტანბულის არქივები. და წარმოიდგინეთ რა. ვინ არის ამის გამკეთებელი? მე თქვა დიდხანს სასოფლო ბატონო. ვინ არის მე ამის გამკეთებელი? თქვენ? მე ბავშვობიდან მქონდა ამისი კასპელი კაცი ვარ და მე ბავშვობიდან მქონდა ამისი იდეა. ჯერ კიდე როცა 1980 წელს, რამდენი 24 წლის ბიჭი ვიყავი თუ რაღაცა
კასპის რაიონულ გაზეთ განთიაჩი, როცა ჩემი ლექსი დაიბეჭდა, გაივლის დრო და თაობები შეიცვლებიან და პატარა ინტერვიუ ქალბატონი ალი მელაძისა ნათელში იყოს, იქ ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრება მინდა შევწირო გიორგი სააკაძის ფენომენის კვლევას. პატარა ბიჭი, 24 წლის ბიჭი. და მე ხლა ჩვენი გადაცემის დრო დასასრულს მივახლოვ და კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, თავარ პროკურორს, საქართველოს თავარ პროკურორს და მივმართავ უშიშროების სამსახურის უფროსს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს. რუსთაველის ფონდი არ წარმოადგენს თავისი მიზნის შემსრულებელ ორგანიზაციას, რომელიც უპრაგონოდ ხარჯავს საბიუჯეტო სახსრებს და ჩვენ საზოგადოების წარმომადგენლები და ჩვენს უკან ძალიან დიდი არმია დგას მეცნიერებისა, მკვლევარებისა, პროფესორებისა. მოვitხოვთ შემოწმდეს ამ ფონდის მუშაობა ბოლო 15-20 წლის განმავლობაში. და ზუსტად ყველა ის პროექტები ჩავქთობ ჩვენც, ხოლო მეორე კუთხით ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივ დავას და აი რუსთაველის ფონდის წარმომადგენლებმა ჩამომიყვანონ ის უცხოელი ექსპერტები სასამართლოზე, რომლებიც დამიმტკიცებენ, რომ გიორგი სააკაძის ფენომენის კვლევა აქტუალური არ არის საქართველოს ისტორიისთვის და სააკაძეს კავშირი ჰქონდა რუსეთთან. მადლობთ ყურადღებისათვის, ჩემი ძვირფასი სტუმრები იყვნენ ბატონები გიგლა გობეჩია, ქალბატონი თინა გოცაძე, ორი შესანიშნავი პროფესორი, მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით ვაჟა ოთარაშვილი. ნახვამდის კარგად გრძელდებოდეთ ჩემო ქართველებო.